დილამშვიდობისა. საქართველოს პირველი არხია თქვენ უყურებთ გადაცემას პირადი ექიმი მარი მალაზონია ჟესტურ ენაზე თარგმანით. ჩვენ ადამიანზე ვსაუბრობთ. ადამიანზე როგორც ყველაზე მნიშვნელოვან ღირებულებაზე ნებისმიერ საზოგადოებაში. ვსაუბრობთ ადამიანის შესახებ, მიუხედავად მისი ასაკისა, სქესისა, ეთნიკური კუთვნილებისა, რელიგიური მწამსისა და პოლიტიკური შეხედულებისა. ვსაუბრობთ ადამიანზე მიუხედავად მისი დიაგნოზისა, მიუხედავად მისი პრობლემებისა, თავსატეხისა და ასე შემდეგ. ეს ისეთი გრძელი ჩამონათვალია, რომელთანაც დაბრუნება სისტემატურად გვიწევს, მაგრამ როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ადამიანზე, მასზე ზრუნვაზე, ჩვენ ვითვალისწინებთ, რა თქმა უნდა, ჩვენი პროფესიის დანიშნულებას, მნიშვნელობას, ხიბლს და სირთულეებს. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ადამიანზე ზრუნვასთან დაკავშირებით, ჩვენ ყოველთვის უნდა გავიხსენოთ ადამიანები, რომლებიც უშუალოდ არიან მათთან ყოველდღიურად. რასაკვირველია, მედიცინა, მედიკოსები, ადამიანის ჯანმრთელობის სამსახურში მყოფი პირები, ყველანი არიან ძალიან გასაფრთხილებლები, ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანები, მაგრამ როდესაც ვსაუბრობთ უშუალოდ მათთან ურთიერთობაში მყოფ ადამიანებზე, ანუ პაციენტთან ურთიერთობაში მყოფ ადამიანებზე, არავინ არის ისე ახლოს მათთან, როგორც ექთანი. ამიტომ არის ჩვენი გადაცემის განუყოფელი ნაწილი ეს თემა და რატომ დღეს ამაზე მოგვიანებით მოგახსენებთ, თუმცა მინდა გაგახსენოთ, რომ ექნება შეცვალეს ქართული მედიცინის ისტორია, ექნება შეცვალეს ადამიანების ჯანმრთელობა, ექნებით სვლიან ადამიანების შესაძლებლობებს და ექნებზე ბევრად არის დამოკიდებული ჩვენი მომავალი, გაგიკვირდებათ, მაგრამ როდესაც ჩვენ საუბრობთ მომავალზე, ჩვენ გულისხმობთ ჩვენს ექნებს ჩვენი ჯანმრთელობისთვის. ყოველთვის მეგონა ჩემი საქმიანობით რაღაც მნიშვნელოვანს ვაკეთებთ. გაჩაღდა მსოფლიო ხანძარი, გამოცხადდა ომი, ვაპირებ მოწყალების დაწასვლას. დღეს გრაფინიამ წითელი ჯვრის რაზმთან სარიყამიში გამგზავრება შემამთავაზა. ნდობით გამყარებული ტრადიცია და ურყევი თანადგომა, მაგალითი თანაგანცდის, თანამშრომლობის, პერსონალური და პროფესიული განვითარების. დრო იცვლება, მაგრამ ადამიანები არ იცვლებიან. მათ ჩვენი ზრუნვა ჭირდება. აფასებდე ყოველი პაციენტის ღირსებას, მის თავისუფლებას და ათვიცნობიერებდე საკუთარ როლს მისი ხვალინდელი დღისთვის. ჩაბარგება 1 საათში მომიწია. მივემგზავრებით 6 ექიმი და 6 მოწყალების და. ავადმყოფობა ადამიანს ძალას ართმევს, მაგრამ უმეტესობა იმედზე ვღავჭება. მე ასე მგონია, რომ ჩვენ მოგქონდა ეს იმედი. ექთნის პროფესია ეს არის ღირებულებებზე დაფუძნებული საქმე. საქმე, რომელიც ყველას გვიწვდის ხელს. ჩვენი ექთნები ჩვენი მომავლისთვის. ადამიანები, რომლებიც უშუალოდ პაციენტთან ურთიერთობაში ყველაზე დიდ დროს ატარებენ, რომელთა შრომა ხშირ შემთხვევაში არც თუ ისე შესამჩნევია ფართო საზოგადოებისათვის, მაგრამ გარწმუნებთ. ის არის ხშირ შემთხვევაში გადამწყვეტი და ჩვენ ყოველთვის სარგებლობთ შემთხვევით მადლობა ვუთხრათ ამ ადამიანებს ერთ დღეს მაინც იმისთვის, რომ მთელმა საზოგადოებამ გაიხსენოს მათი ღვაწლი, მნიშვნელობა, როლი, დააფასოს მათი ყოველდღიური შრომა და განსაკუთრებული იმედით უყურებდეს მათ, იმიტომ რომ აქ იგითხარით ჩვენი ექთნები, ჩვენი მომავლისთვის შრომობენ და დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმარი გახლავთ ჩვენი გუნდის წევრი, ექთანი ქალბატონი თამარ დაუსი. თამარ, დილამშვიდობის. დილამშვიდობის. ძალიან რთული მისია გაქვს ყოველთვის, იმიტომ რომ ამ დღესთან დაკავშირებით, რასაკვირველია, შენ სხვა დღეებშიც მოდიხარ ჩვენთან გადაცემაში, მაგრამ ამ დღესთან დაკავშირებით შენ პრაქტიკულად წარმოადგენ იმ არაჩვეულებრივ ადამიანებს, რომლებსაც ექთნები ჰქვიათ და მე ვსარგებლობ ხოლმე შემთხვევით და შენ გეუბნები იმ სიტყვებს, რაც მინდა უთხრა ყველა მათგანს, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ უთხრა საზოგადოებამ, რადგან ექთნების არმია და ექთნების
თითოეული ჯარისკაცის, ექთნებიდან თითოეული ჯარისკაცის როლი არის შეუფასებელი, ხშირ შემთხვევაში გადამწყვეტი და მათი დანაკლისი იქნება უზარმაზარი, შეუსებელი დანაკლისი სამედიცინო დარგისათვის. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ამ დღეს მაინც ვთქვათ ასეთი სიტყვები, თუმცა მე ვსარგებლობ ხოლმე შემთხვევით და ასეთ სიტყვებს ხშირად ვამბობ. და მე იმედი მაქვს, რომ ამ სიტყვებს აუცილებლად გადასცემ კოლეგებს. ჩემს პრაქტიკაში, აი პროფესიულ პრაქტიკაში, ეს არის ერთადერთი გარემო არასამედიცინო სფეროში, როდესაც მე ვხვდები და ხდება ექთნის ასეთი დაფასება. ეს არის თქვენ, მარი, თქვენ ხართ და თქვენი გადაცემა. არასოდეს არსად მსგავსი დამოკიდებულება ექთნების მიმართ არ ყოფილა. ამისთვის ჩემი სახელით და ყველა ექთნის ადამიანი ექთნის სახელით, აი თავის დახრით გიხდით მადლობა. მადლობა თამნა, მადლობა. მეც ხომ გავიარე ეს ფაზა, იმიტომ რომ სტუდენტობის დროს მეც სხვადასხვა განყოფილებაში ვიყავი ექთანი და მე ძალიან კარგად ვიცი რას ნიშნავს ეს გზა და ყოველი დღე, რომელსაც ექთანი პაციენტის საწოლთან ატარებს. მოდით დღევანდელი დღე კიდევ ერთ თემას დავუკავშიროთ. როდესაც ჩვენ საუბრობთ თანამედროვე საზოგადოებაზე, ერთ-ერთი ყველაზე მძიმე ტვირთი, რომელმაც ლამის გაგვსრისოს, ეს არის სტრესი. და სტრესის ქვეშ ვიმყოფებით თითოეული ჩვენგანი. ძალიან ხშირად ვიშველიებთ ხოლმე იმ ადაპტაციურ სქემებსაც, რომელიც თავის დროზე ხანსელია ჩამოაყალიბა იმისთვის, რომ უკეთ გაგვიაზრებინა სტრესი, მაგრამ გასათვალისწინებელია ეს მოკლე დროში ხდება, ხანგრძლივია, როგორ ცვლილებებს იწვევს ორგანიზმის შიგნით და რა არის ამ ცვლილებათაგან ხილული. ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო აღმოჩნდა არის შეცვლილი სუნთქვა. ჩვენ ვღელავთ, ჩვენ ნერვიულობთ, სტრესის ქვეშ ვართ. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენი გულისცემა განსხვავებულია. ჩვენი კანის მდგომარეობა იცვლება. შეიძლება თავი შევიკავოთ, მაგრამ კანმა გაგვცეს, სიმწრის ოფლმა დაგვასხას, ხელის გულები გაგვიოფლიანდეს და ამ დროს აქოშინებული ადამიანი შეიძლება იყოს ერთ-ერთი სამხილი იმისა, რომ დიახ, ორგანიზმი არის სტრესის ქვეშ. და დღეს ჩვენ უნდა ერთმანეთს დავუკავშიროთ სტრესი და სუნთქვა. აღმოჩნდა, რომ ამის რეგულირება ჩვენ შეგვიძლია. ნამდვილად. სტრესი ზოგადად ყველგან ხვდებით სტრესს, ეს არის ჩვენს გარემოშიც, ანუ მაგალითად ექთნებიც არიან სტრესის ქვეშ, მიანი ექთნებიც არიან სტრესის ქვეშ, სხვა მედპერსონალი და ასევე პაციენტები და ზოგადად საზოგადოება, მაგრამ მოდით სტრესამდე სანამ მივალთ, არსებობს კიდევ ესეთი მდგომარეობა, რომელსაც ქვია შფოთი. მაგრამ თითქოს სტრესი ყველამ გაიგო რა არის, ანუ ეს გვესმის კიდეც ეს სიტყვა, მაგრამ შფოთი რა არის და როდის იწყება შფოთი? კარგია ხანდახან ეს შფოთი და ცუდია ხანდახან ეს შფოთი. აი მოდით ეს გავარკვიოთ და დავიწყოთ შიშით. შიში რა არის? ეს არის გაცნობიერებული გრძნობა რაღაცა გაცნობიერებულის მიმართ. მაგალითად, დავინახე დათვი და შემეშინდა. რომ დავინახე დათვი და შემეშინდა, ჩემმა ორგანიზმმა გადაწყვიტა რომ გადარჩეს, იგივე არ ემართება ადამიანს შიშის დროს, ანუ დავინახე შემეშინდა გავიქეცი. სუნთქვა აუჩქარდება, რატო აუჩქარდება, რომ მეტი ჟანგბადი მივიღებ და გავიქცე. დიახ. ოღონდ შფოთი იწყება წარმოსახვითი დათვი, როცა წარმოვიდგენ, რომ დათვი არ არის იდენტიფიცირებული, არ არის ეს რაღაცა ობიექტი თუ საგანი თუ მდგომარეობა, რომლის მიმართაც მე მაქვს რაღაცა შფოთური მდგომარეობა. მაგ დროსაც იგივე მდგომარეობები იწყება. თუმცა შფოთი შეიძლება დავყოთ. ზოგიერთ შფოთი კარგიც არის. გამოცდას როცა ვაბარებთ, შფოთავთ. და ეს რაღაცა პატარა შფოთი, ანუ ზედაპირული შფოთი, გვაძლევს კონცენტრაციის მეტ უნარს, რომ დავისწავლოთ რაღაც ახალი და ნუ კარგად ვაბარებთ გამოცდას. მაგრამ ის რასაც ეუსტრესი ქვია თანამედროვე მედიცინაში. დიახ, მაგრამ რაც უფრო ღრმავდება შფოთი, შეიძლება ლოგიკური განსჯა აღარ იყოს შესაძლებელი ადამიანისთვის. არამც თუ განსჯა, არამედ არც მესმოდეს, რაც მეუბნებიან და მე უბრალოდ ვამტკიცებდე, რომ ნუ აი ამ რაღაცა მოსალოდნელი შიში მაქვს რაღაცის მიმართ, რომელიც არ არსებობს. კარგი მაგალითია ხოლმე, როდესაც ადამიანი მიდის საავადმყოფოში და მას არ აქვს ინფორმაცია, რა უნდა მოხდეს საავადმყოფოში. და წარმოიდგინეთ, ღამე წევხარ, დილით უნდა მიხვიდე და ყველაფერს წარმოიდგენ არაკარგს. რომ გეტკინება, რომ რა მოხდება, როგორ მოხდება ასე შემდეგ. გამოდის, რომ საექთნო საქმე და ექთნების უდიდესი ღვაწლი საავადმყოფოში არის პაციენტის განათლება.
ოღონდ პაციენტის განათლება იწყება კომუნიკაციით ორ ადამიანს შორის, პაციენტსა და ექთან შორის. შესაბამისად, როდესაც პაციენტი ხშირი ამარი თქვენს გექნებათ ეგეთი ზარები პაციენტებისგან, ანუ ახლობლებისგან ამიხსნეს, მაგრამ ვერ გავიგე. დიახ. სულ ვეუბნები ხოლმე იქ ხომ იყავი, ჩემზე კარგად ისინი აგიხსნიან, იმიტომ რომ იქ არიან, ისინი არიან ჩართულები. ერიდებათ ხოლმე, მორიდება არის, ან ვერ გაიგო და უცებ უკან დაიხია, იმიტომ რომ შერცხვარო, ჩაეკითხოს ასე შემდეგ, მე მიდის სახლში და იწყება ეს შფოთი, რომელიც საავადმყოფოში მისვლისთვის საერთოდ არ არის კარგი, დასტრესილი რომ მიდიხარ უკვე რაღაც პროცედურაზე, გამოცდაზე ან სადმე ადამიანების წინაშე, როდესაც უნდა გამოხვიდე პირობითად. აი ეს შფოთი აუცილებლად გიშლის ხელს. და არა მხოლოდ ის, რომ თქვენ რაც ბრძანეთ, რომ აგიჩქარდება სუნთქვა, აგიჩქარდება გული და ასე შემდეგ. აზროვნებაშიც გიშლის, გაწითლდები, მე არ მოგწონთ ეს წითლე და ასე შემდეგ. და დიახ, ერთ-ერთი და არა ერთადერთი არის სუნთქვით დარეგულირება ჩვენი თავის. რამოდენიმე ვარჯიში არსებობს. მე და თქვენ ბევრჯერ გვისაუბრე ამის შესახებ და ბევრჯერ გვისუნთქია ისე თუ როგორ უნდა მოხდეს ჩვენი და ვიყენებთ კიდევაც, კი, ვიყენებთ კიდევაც, იმიტომ რომ ყველა შეიძლება მსგავსი დაემართოს. მოდით 4 ჩამოვთვალოთ, მაგრამ პირველი არის ეს არის ქისისებურად მოკუმული ტუჩებით სუნთქვა. სხვათა შორის ეს გამოიყენება არა მხოლოდ შფოთის დროს, მაგალითად თუ გვინდა რომ თუ გვაქვს რაიმე დაავადება, აი პნევმონია პირობითად თუ არის და ჰაერის დინება არის შეფერხებული ნახველის გამო. ჰაერის დინება თუ შეფერხებულია, გასდაცვლად შეფერხებულია და ასე შემდეგ. ახლა როგორ ვაკეთებთ ამ სუნთქვას? რახან ქისისებურად მოკუმული ტუჩებია, ეს ნიშნავს რომ ტუჩები უნდა ისე დავიჭიროთ, თითქოს ქისა არის, ანუ შევკარეთ ქისა. ასეთ მდგომარეობაში ამ სუნთქვის პრინციპი რა არის? გახანგრძლივებული ამოსუნთქვა, გაძნელებული ამოსუნთქვა, იმისთვის რომ რაც შეიძლება დიდხანს დაყოს ჟანგბადმა ალვეოლაში, სადაც უნდა მოხდეს გასდაცვა. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩავისუნთქავ ცხვირით 4 წამის განმავლობაში, ანუ რომ დავთვალო ესე, 1 და 2 და 3 და 4. ხა რომ გავაკეთო? 1 და 2 და 3 და 4. და ქისისებურად მოკუმული ტუჩებით 3 და 4. ამოვისუნთქავ, ეს შემიძლია გავაკეთო 5-ჯერ, 4-ჯერ. შეიძლება თავდაპირველად ოდნავი თავბრუსხვევა იგრძნოს ადამიანმა, მაგრამ არ შეგეშინდეთ ამით, როგორც კი დაიწყებთ ამ სუნთქვას, დამშვიდდებით, დაწყნარდებით, სხვათა შორის ღრმა სუნთქვით, არა მხოლოდ დავწყნარდებით და მეტ ჟანგბადს მივიღებთ, არამედ კუნთების მოძრაობით ლიმფური სისტემაც ამუშავდება და ლიმფა დაიწყებს მოძრაობას და შესაძლებელია რომ აი იმაზე მეტად მშვიდად ვიყოთ, მე სულ არ ვამბობ რომ ისე დამშვიდდებით რომ შფოთი არ გვექნება, ვიდრე მანამდე ვიყავით. მაგრამ ყველაზე ცუდი აქ იცით რა არის? აბა წარმოიდგინეთ ახლა თქვენ შფოთავთ ძალიან და ჩემი არ გესმით მე რასაც გეუბნებით. ან ძალიან სკეპტიკურად ხართ, ფიქრობთ რომ ნუ აი ღმერთო ახლა ამ რაღაცა ჩასუნთქვამ და ქისისებურმა ტუჩებმა რა უნდა გამიკეთოს. ახლა იმ ადამიანების გასაგონად, ვინც არის ამ შფოთვარი ადამიანთან და ესაუბრება. ნახეთ როგორ არის აქ ყველაზე მნიშვნელოვანია ტონი საუბრის, ვიდრე რას ეუბნები. რაც უფრო მშვიდია ტონი ლაპარაკისას და რაც უფრო ამშვიდებ, მით უფრო მშვიდდება და ეს ადამიანი და ნელ-ნელა რაღაცა ლოგიკაში ჩდება და მოყვება ქმედებაში. მაგრამ როგორც წესი ადამიანი, როდესაც შფოთავს და მისი ქმედება არ არის განსაზღვრული, ან არ მოგწონს, ან ვეღარ იჭერ, ჩვენც აგრესიაში ვარდებით შეიძლება და ნუ დაწყნარდი რა დაგემართა აი ესეთი საუბარი. აი ეს უფრო ამძაფრებს ამ შფოთს. ამიტომ მაქსიმალურად შეინარჩუნეთ ნებისმიერ თემაზე ელაპარაკეთ, მაგრამ ტონი იყოს მშვიდი. მეორე, ახალია, მაგრამ მე და თქვენ არ გაგვიკეთებია არასოდეს. არ გაგვიკეთებია, მაგრამ ვიცით რომ ძალიან ეფექტიანია. კი ბატონო. ეს არის რომ წარმოვიდგინოთ კვადრატი. მაგრამ კვადრატისებრი სუნთქვა, ასე ქვია. გნებავთ რამე კვადრატს რომ შეხედონ, გნებავთ თითით რომ დახატონ კვადრატი ხოლმე სუნთქვის დროს. და ეს ნიშნავს რომ თითეული კვადრატის თითეული ხაზი, რომელსაც ჩამოусმევენ, ეს არის 4 წამი, აი მაგალითად ჩასუნთქვა 4 წამი, გავაჩერე სუნთქვა 4 წამი, ამოვისუნთქე 4 წამი და გავაჩერე სუნთქვა 4 წამი. ანუ დავიწყე 1 2 3 4 ჩავისუნთქე, გავაჩერე სუნთქვა 1 2
2 3 4 დავიწყე ამოსუნთქვა 1 2 3 4 გავაჩერე სუნთქვა 1 2 3 4 მოდი გავაკეთოთ. მე ვიცოდი რომ აუცილებლად არა, ჩვენ ხო ასე ვიქცევით. ჩვენ ხო მეცადინეობთ იმისათვის, რომ ეხლა უბრალოდ თითებით დავითვლი მე, იმიტომ რომ რთული იქნება, რომ თან დავითვალო და დავიწყეთ, ხო? 1 მაგრამ მე როგორ გავაკეთე? თითით ჯობია. კარგი. ანუ და შევკარით კვადრატი. შევკარით. ჩვენ თუ ამას შევძლებთ 4ჯერ ან 5ჯერ რომ გავაკეთოთ. არ ვიცი, რამდენად შესამჩნევი იყო, მაგრამ ჩვენ ასე გავაკეთეთ. ჯობია რომ აი ან წარმოვიდგინოთ. მოდი დამითვალე და მე გავაკეთებ. შევწყვეთ კიდევაც, ხომ? რომ ახლა ესე შეიძლება შერცხვეს კიდევაც რომ ეს რო ვაკეთო. არაფერი. არა უშავს, ყველას დაავიწყდება რომ იჯექით და რაღაცებს ხატავდით ხელით. და შეიძლება არჩევი მჩინოთ ეს და ჩუმად თვალით მიყვეთ რამეს ჩვენს ფეხზე გავაკეთოთ დავხატოთ ეს კვადრატი. აი მე მაგალითად ასე უხმოდ წარმოვიდგენია რომ მოდით მე დავითვლი და თქვენ ჩაისვდგეთ. 1 2 3 4 გავაჩერეთ 1 2 3 4 ამოვისუნთქეთ 1 2 3 4 გავაჩერეთ 1 2 3 4 და ამ დროს ჩვენ შეგვიძლია ეს ყველაფერი უხმოდ ჩუმად გავაკეთოთ. კვადრატის მუხაზვით საკუთარ სხეულზე ვაკონტროლოთ. ანუ რას ვაკეთებთ, ნახეთ? როდესაც სუნთქვა აჩქარდება, ფაქტია, რომ ცოტა ჰაერს ჩავისუნთქავ, ანუ ამას რო ვაკეთებ და რო ვნერვიულობ, ცოტა ჟანგბადს ჩავისუნთქავ და ძალიან ცოტა ნახშირორჟანგს ამოვისუნთქავ. არა და მე რა მჭირდება? კარგად ჩავისუნთქო ჟანგბადი და კარგად ამობუშვა ნახშირორჟანგი. აი ამას ვცდილობთ ახლა რომ გავაკეთოთ. შევანელოთ, კარგი ვენტილირება გავაკეთოთ ფილტვების, კარგად ჩავუშვათ აერი, იმ 4 წამის განმავლობაში გავაჩეროთ, რომ გასთაცვლა მოხდეს და მერე ამოვისუნთქოთ. სხვა დანარჩენ შემთხვევაში ეს გახშირებული სუნთქვა და მერე ამ ნახშირორჟანგის გამოდევნა მერე იწყება უკვე გამოდევნა. აი ხშირად ყოფილა ხოლმე დაბუჟება ხელებში, დაბუჟება ტუჩების ირგვლივ, რაღაცა მერე ეს უფრო მეტ შფოთს იწვევს ხოლმე, გრია მეტად უფრო იქნება შფოთში ადამიანი, იმიტომ რომ ეხლა მოდის უკვე რაღაცა შეგრძნებები, რომელიც აშინებს. ამიტომ ჯობია რომ აი ეს სიწყნარე, სიმშვიდე და სუნთქვითი ვარჯიშები გამოვიყენოთ თუ ხშირად გვემარცხება. კიდევ ორი არის, რომელიც უნდა დროში მოვასწროთ. კარგად. გახსოვთ ბზიკის ბზუილი რომ ვამბობთ, ბზიკის ბზული არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი, იმიტომ რომ სისძარღვებს აფართოვებს და შესაბამისად ბევრად უფრო კარგად მიდის ტვინში სისხლი, ანუ ჩავისუნთქოთ ცხვირით. და მე როგორც ბზიკებმა აი ესე უნდა ამოვისუნთქოთ. ესეც რამოდენიმეჯერ უნდა გავაკეთოს და ერთ-ერთი, ახლა ეს ყველაფერი რაც ვთქვით არის ადვილი. ერთ-ერთი ბოლო რაც მოვიტოვე, ეს არის მუცლით სუნთქვა. ხანდახან შეიძლება ისეთი იყოს, რა, როგორ ვისუნთქო მუცლით. მუცელზე რომ ქალბატონები გულმკერდით სუნთქავთ, რთულია, ხო, ესე. ეხერხებათ მუცლით სუნთქვა, მუცელზე რომ დავიდოთ ხელი და აი მუცელი რომ თითქოს მუცლით შევისუნთქოთ და მუცლითვე ამოვისუნთქოთ. ოღონდ რა თქმა უნდა ნელა გავაკეთოთ, ხო, შევისუნთქოთ, ანუ მუცელი უნდა ვიგრძნო, რომ მუცელი ამოდის. ამ დროს რას ვაკეთებ? ამ დროს უფრო მეტად ვამუშავებ დიაფრაგმას, რომ დიაფრაგმა ჩაიწიოს, რომ ჩაიწევს ფართობი გადიდება და კარგად ჩავა ჰაერი და მერე რომ ამოიწიოს, რომ ამოუშვა ჰაერი. ეს არის როგორც თქვი ერთ-ერთი, დანარჩენი შეიძლება წარმოსახვითი დავხუჭო თვალები და წარმოვიდგინე რომ ვარ ლამაზ მდელოზე და დაფრინავენ პეპლები. პირობითად ცოტა ხანი ამ წარმოსახვაში ვიყო და მერე გამოვიდე. შეიძლება ოდნავ, სულ ოდნავ ეს ისმოდეს, რომ ღმერთო ჩემო, რა დროს ეს არის, როდესაც ესეთი შეტევა მაქვს, მაგრამ ზუსტად ასეთი პატარ-პატარა ქმედებები იწვევს კარგ შედეგს. თამნა, ძალიან დიდი მადლობა დღევანდელი რეკომენდაციებისთვის. მადლობა რომ 12 მაისს ჩვენთან ერთად ხარ და წარმოადგენ იმ არაჩვეულებრივ ადამიანებს, რომლებსაც ეკთნები ჰქვიათ და მე ვისარგებლებ შემთხვევით, შეიძლება თქვენ დაგჭათ შტაბ-ჭრილება, რომ პირის ქისად შეკრა ან კრაზანასავით ბზუილი არასერიოზულია. გარწმუნებთ,
ის რაც ჩვენს თავს ხდება და თითოეული ჩვენგანის თავს ხდება სტრესი, რომელიც მართლა დაუნდობლად არღვევს ჩვენი ორგანიზმის წონასწორობას ფიზიკურ, მენტალურ, სოციალურ ჭრილში, ჩვენ ძალიან გვჭირდება ხანდახან ჩვენს ხელთ არსებული მარტივი სამარჯვები, რომლითაც შეგვიძლია შვებით ამოვისუნთქოთ. დღევანდელ რეალობაში ძალიან გვჭირდება, რომ შვებით ამოვისუნთქოთ და შვებით ამოსუნთქვა ნიშნავს, რომ ხანდახან ასეთი მარტივი, ცოტა უცნაური, მაგრამ მაინც ხან წრიული, ხან კვადრატული ვარჯიშები გამოვიყენოთ იმისთვის, რომ კარგად ვისუნთქოთ და შევძლოთ გამკლავება იმ რეალობასთან, სადაც ყველაზე მეტად გვჭირდება ჩვენი ღირსების განცდა და ჩვენი ღირსების დაცვა. დღეს როგორც არასდროს ჩვენ ვსაუბრობთ ექთნების ღირსებებზე და განსაკუთრებული მადლიერებით სწორედ ამ ადამიანების მიმართ ჩვენ დღეს მასპინძლობდით ერთ-ერთ მათგანს, რომელიც ჩვენი გუნდის წევრი გახლავთ, ექთანი ქალბატონი თამარი იყო დღევანდელ გადაცემაში. მე არ გემშვიდობებით, წინ კვებით შუქნიშანი გვალოდება. თუ გავიხსენებთ, როგორ გრძნობთ საკუთარ თავს სტრესის პირობებში, აუცილებლად გაგვახსენდება, როგორ აგვიჩქარდა გული და თითქოს ყელში მოგვაწვა, როგორ გაგვიჭირდა სუნთქვა, როგორ დაგვასხა ცივმა უფლმა, როგორ გაგვიოფლიანდა ხელის გულები, ან გაგვიშრა პირი. როდესაც ჩვენ სამფერ შუქნიშანზე ვსაუბრობთ, ჩვენი რეკომენდაციები შეიძლება იყოს საკვებ პროდუქტებთან დაკავშირებული, მაგალითად, როგორ გავანეიტრალოთ სტრესის შედეგები, როგორ დავიცვათ თავის სტრესისგან, ან როგორ ვიკვებოთ სტრესის პირობებში და სტრესის შემდეგ, იმისათვის, რომ მისი შედეგები დავძლიოთ. დღევანდელი ჩემი რეკომენდაცია არის ყველაზე მარტივი, ყველაზე ხელმისაწვდომი და ამავე დროს ყველაზე ეფექტიანი. რადგან მე პირის სიმშრალე ვახსენე, ერთ-ერთი ყველაზე მარტივი გზა სტრესის დროს გახლავთ წყლის დალევა. არა იმიტომ, რომ პირი გვიშრება და წყურვილს დავიკმაყოფილებთ. არა, იმიტომ, რომ ჩვენ წყლის მიღება გვეხმარება სუნთქვაში. ძალიან ხშირად საქართველოში ამბობენ, ეწყინა ცივი წყალი დალიოს. დიახ, ჩვენმა წინაპარმა არაფერი იცოდა ფიზიოლოგიის იმ მექანიზმების შესახებ, რომელიც ყლაპვისა და სუნთქვის მონაცვლეობას გულისხმობს. ჩვენ დღეს ნამდვილად ვიცით, რომ შეგვიძლია ელემენტარული წყლის ყლუპებით შევძლოთ სუნთქვის დარეგულირება. და ამას ძალიან ადვილად მოვახერხებთ, თუ ჭიქით წყალს არა ერთბაშად გამოვცლით, არამედ ყლუპებად, ნელ-ნელა, თანმიმდევრულად, გარკვეული ინტერვალებით და აუცილებლად ვიგრძნობთ, რომ ყლუპიდან ყლუპამდე თითქოს ჩვენი წონასწორობა აღდგა. ყლუპიდან ყლუპამდე უფრო მშვიდები ვართ, ვიდრე ვიყავით წყლის დალევამდე. მნიშვნელოვანია წყლის გამოყენება რამდენიმე მიზეზის. როგორც გითხარით, პირის სიმშრალე, სუნთქვა და არ უნდა დაგვავიწყდეს მდგომარეობა, როდესაც ორგანიზმი იმყოფება სტრესის ფაზაში. ჩვენი ქიმიური ლაბორატორია პრაქტიკულად განსხვავებულ რეჟიმში მუშაობს. ნებისმიერი ქიმიური რეაქცია, რომელიც ამ ლაბორატორიის ფარგლებში უნდა წარმოვიდგინოთ, არის სრულიად განსხვავებული ნივთიერებების მონაწილეობით და ამას სარჩულს უქმნის სტრესი და მისი ქიმიური ნაერთები, ანუ მასთან ასოცირებული ქიმიური ნაერთები. აი ამ დროს წყალმარილოვანი ბალანსი იცვლება. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენს ორგანიზმში წნევის მერყეობა, გულსიძახთა სისტემის ადაპტაციური პასუხი, მრავალი სხვა რთული მექანიზმი ითხოვს წყლის მიღებას. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ აუცილებლად ორგანიზმი უნდა მოვამარაგოთ ადეკვატური რაოდენობით წყლით და დანაკარგის შემთხვევაში ჯერ შევავსოთ ეს დანაკარგი და შემდეგ ფიზიოლოგიურად საჭირო რაოდენობა მივცეთ. არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ზონა, რომელსაც ქვია რეალობიდან გაქცევა, როდესაც სტრესის ფონზე ადამიანები ალკოჰოლს იყენებენ. ალკოჰოლით ცდილობენ გაექცნენ რეალობას და ალკოჰოლი გამოიყენონ როგორც რელაქსანტი. ასეთ შემთხვევაში წყლის დანაკარგი კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რადგან ალკოჰოლი შარდმდენი გახლავთ. ეს იმას ნიშნავს, რომ წყალზე ორგანიზმის მოთხოვნილება ობიექტურადაც და სუბიექტურადაც იზრდება, რაც იმას ნიშნავს თავის მხრივ, რომ სტრესის პირობებში ალკოჰოლის გამოყენებისას წყლის მომარაგება კიდევ უფრო მეტი ყურადღება
უნდა მოხდეს. მე მხოლოდ რამდენიმე ფაქტორი დავასახელე, როდესაც წყალი შეიძლება სტრესის და სუნთქვის მართვისთვის გამოვიყენოთ. ამით გემშვიდობებით ჯანმრთელობას და ღირსეულობას გისურვებთ.